საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს, როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 1 მარტამდე იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასურის დაწესებას დადებითი ეფექტი ჰქონდა. სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით კი აუცილებელია მისი გაგრძელება. დადებით ეფექტზე მეტყოლებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 47,673,000 დოლარის ღირებულების 222,061 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობის 20,6%-იანი ზრდის მიუხედავად ღირებულება წლიურად 11,1%-ით არის შემცირებული, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა. ლევან სილაგავა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა ბატონ ლევან, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. პირველ რიგში რა იყო ეფექტი, რაც მიიღეთ რეგულაციიდან და ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მთავრობამ შემოიღო გასულ წელს და რამდენი ხნით ითხოვთ კიდევ გახანგრძლივებას? მოგესალმებით თათია, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს, მადლობა თემით დაინტერესებისათვის. ეფექტი რეალობაში თქვენ დაასახელეთ, ერთი ეფექტი ეს იყო, რომ დაბალანსდა ფაქტიურად ხორბლის და ფქვილის იმპორტი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე წისქვილ კომბინატებს მიეცათ კონკურენტად გარემოში მუშაობის საშუალება და აქედან გამომდინარე ფქვილიც შემოდის, ხორბალიც იფქვება, ადგილობრივი წარმოების ფქვილიც მივიღეთ ჩვენ 50,000 ტონაზე მეტი სასურსათო და შესაბამისად პურის ფასიც სტაბილური იყო ამ თვეების განმავლობაში. რეალურად ჩვენ მთავრობასთან ერთად შევქმნით მექანიზმი, რომ დაბალანსებული სამი დარგის მუშაობის შედეგად განჭირვალე ყოფილიყო და პროგნოზირებადი ყოფილიყო საქართველოს ბაზარი. და პლუს ერთი ეფექტი ის, რომ 20 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა ფქვილზე მიღებული მოსაკრებლის საშუალებით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში მანამდე ეს სტატია შემოსავლების არ იყო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ცალსახავ ვთქვათ, რომ ამ მექანიზმმა მოიტანა დადებითი შედეგი და შესაბამისად ის საპირწონე, რომელიც ხორბლის საექსპორტო გადასახადის საპირწონედ შემოვიდა, ეს არის მოსაკრებელი ფქვილზე და ამან გაათანაბრა კონკურენციის პირობები, შესაბამისად ეს სწორად მოქმედებს საქართველოს ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ამ ეფექტის გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მონიტორინგით, რომელიც ხორციელდება ამ დადგენილების მუშაობის პერიოდში, საჭიროა, რომ 1 მარტის შემდეგ გაგრძელდეს ამ დადგენილების მოქმედება, როგორც ადრეს განმარტებული იყო მთავრობის მიერ და შესაბამისად იმ დროის განმავლობაში, სანამ იმოქმედებს ხორბალზე საექსპორტო გადასახადი, საპირწონედ დაბალანსებულად უნდა მოქმედებდეს გარკვეულწილად ფქვილზე მოსაკრებელი და შესაბამისად მისი რაოდენობა, მოსაკრების რაოდენობა განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი მონიტორინგის საშუალებით, ანუ დაკვირვების საშუალებით, იმის მიხედვით აიწევა თუ დაიწევა ხორბლის საექსპორტო გადასახადი, შესაბამისად სინქრონულად უნდა იყოს ის რაოდენობა მოსაკრებლის, რომელიც თქვა დააბალანსებს. რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს იყო შემოღებული დროებით ღონისძიებათ, ასე ვთქვათ. თქვენ კიდევ დღესდღეობით რამდენი ხნით ფიქრობთ, რომ საჭიროა გახანგრძლივდეს? რეალურად თვითონ საქართველოში ხორბლის მოსავლის მიღების და დაბინავებამდე ეს არის სავარაუდოდ 1 სექტემბერი, თუმცა რეალობაში მე ვთქვი უკვე, რომ სანამ იმოქმედებს ხორბალზე ცურავი ბაჟი, შესაბამისად მით საპირწონედ უნდა იმოქმედოს აქეთა მხრიდან მოსაკრებელმა. თუმცა მეორეს მხრივ გაიაფთა უფრო მეტად ხორბალი მოსავლიანობიდან გამომდინარე, ეს არ აბალანსებს მცურავი ბაჟის შემთხვევაში თანხის შესაძლო გაზრდის ღირებულებას? არა, თათი არ აბალანსებს, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენადაც ეს თვითონ მოსაკრებელი აბალანსებს თვითონ საკანონმდებლო გადასახადს. შესაბამისად, გადასახადის საპირწონედ არის ეს ყველაფერი შემოღებული და არა თვითონ ხორბლის ფასის აწევასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამდენსაც ვთქვათ იხდის ხორბლის იმპორტზე შემომტანი, შესაბამისად დაახლოებით იმდენს იხდის ამ შემთხვევაში საპირწონედ ფქვილის იმპორტიორი, რაც რეალურად ეს არის მექანიზმი, რომელიც აბალანსებს. აქედან გამომდინარე ფასის აწევა
სხვა თემაა და რეალობაში გადასახადი უნდა იყოს გათანაბრებული და ფასის აწევა მოქმედებს როგორც თბილზე, ისე ხორბალზე. ანუ ორივე პროდუქტი ერთნაირ პირობებშია. სალსახად ის გათანაბრება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის უფრო გადასახადის თემასთან მიბმული მექანიზმი. როგორია ფასები დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და საქართველოსთან მიმართებით საუბრობდნენ ზაფხულის განმავლობაში, რომ ცოტა იქნება მოსავალი. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და ამ ნაწილში ფასების კუთხით რა გავლენა შეიძლება ქონდეს მოსავლიანობის ზრდას? რეალურად ჩვენ თუ შევხედავთ, დღეს მსოფლიოში ფასები დაახლოებით მერყეობს 230-დან 240 დოლარის ფარგლებში. ეს არის ლაკმუსის ქაღალდივითარი ტენდერები, ეხლა იყო ეგვიპტის ტენდერი, ალჟირის ტენდერი და შესაბამისად ისინი გამოსახავენ ტენდენციას ფასების ცვლილების. თუმცა, ცოტა განსხვავებული სიტუაცია ჩვენთან რეგიონალურად, აქ ფასი ოდნავ უფრო დაბალია, იქიდან გამომდინარე, ჩვენ ლოჯისტიკურად უფრო ახლოს მდებარე ვართ იმ რეგიონალურ ბაზრებთან და უპირველეს ყოვლისა გვინდა თუ არ გვინდა ეს არის რუსეთის ბაზარი და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენთან ფასი დაახლოებით 220-230 დოლარის ფარგლებშია, რაც რეალურად ის ფასია, რომელიც ხელს უწყობს როგორც წისქვილ კომბინატების მუშაობას დღესდღეობით, ისე ფქვილის ფასის სწორი ჩარჩოში მოქცევას. მე შეგახსენებთ, რომ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თომარა პირველი ხარისხის ფქვილი ფასი იყო 45-დან 50 ლარის ფარგლებში, რაც საკმაოდ კომფორტული არის მათ შორის მეყურეებისათვის. და ამან გამოიწვია რეალურად პურის ფასის შემცირება არა უკაცრავად ეს მეყურეების თემა, შემცირება გაზრდა, პურის ფასის სტაბილურობა და შესაბამისად აქედან გამომდინარე კონკურენციაში სწორად არის შესული როგორც ფქვილის იმპორტი, ისე ადგილობრივი წისქვილ კომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილი. ეს არის სწორედ ის დადებითი ეფექტები და ყველაზე მთავარი დადებითი ეფექტი ეგ არის, რომ წისქვილ კომბინატების მუშაობის შედეგად შექმნილია ორთვიანი მუდმივი მოქმედი გარდამავალი მარაგი ხორბლად, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფქვილის იმპორტის შემთხვევაში ეს უსაფრთხოება დაცული არ არის და აქ რისკები საკმაოდ მაღალია. განსხვავებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, წისქვილ კომბინატების მიერ გარდამავალი მარაგების 100%-იანი დაცულობისა, მიუხედავად იმისა, რისკი დადგება თუ არა, ჩვენ გვაქვს მარაგების სახით ის ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ბალიში, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეალურად ხორბლის არსებობას საქართველოში, მათ შორის იმპორტირებულის და ადგილობრივის ერთობლივი ჯამით, ისე ვთქვათ, ფასის დარტყმისებული ეფექტის არიდების მექანიზმი. სრულად ამოქმედეთ და წისქვილ კომბინატები და ყველამ განაახლა მუშაობა თუ დარჩა ისეთებიც, რომლებმაც აღარ განაახლეს და ჯერჯერობით ისევ გაჩერებულები არიან? რეალურად დიდი თუ მცირე მასშტაბებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდუსტრიის დაახლოებით 80% მოცულობით ვამბობ ამოქმედა, თორე რეალობად თვითონ წისქვილ კომბინატების ამოქმედება ფაქტიურად სრულად იქნავს მოცული. უბრალოდ მოცულობითი რაოდენობაში, დღესდღეობით რა თქმა უნდა, ფქვილთან კონკურენციაში არიან შესული, მოცულობების და თვითონ რაოდენობრივი მუშაობის საშუალებას თუ შევხედავთ, აქ ჯერჯერობით სრული ამოქმედება არ არის. თუმცა რეალურად წისქვილები ყველა ფაქტიურად მოქმედებს. ფასებიდან გამომდინარე, მესმის რომ ეს თემა უფრო მეპურეების არის და მათთან უნდა დავსვათ კითხვა, თუმცა თქვენი გადმოსახედიდან ხომ არ არის იმის რესურსი, რომ ფასები დაბლა წამოვიდეს? რეალობაში მე აღნიშნე კიდევაც, რომ ფასი რეალურად ფქვილის წინა წელთან შედარებით და აქ სტატისტიკაც უჩვენებს დაახლოებით 27%-ით შემცირებულია. შესაბამისად, ჩვენ თუ შევხედავთ რეალურად ამ შემთხვევაში მათ უნდა გააკეთოთ ამაზე კომენტარი, თავისი კალკულაციიდან გამომდინარე. შეიძლება ვთქვათ, რომ ფქვილის ინგრედიენტებიდან გამომდინარე, რომელიც კალკულაციაში საკმაოდ კარგ როლს თამაშობს, ორში ვამბობ, შესაბამისად, აქ რეალურად არის ავარაუდოდ ამის რესურსი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მეყურეებს თემასთან დაკავშირებით იქ მოქმედებს კიდევ სხვა კომპონენტები, როგორც არის ენერგომატარებელი, ხელფასები, ლოჯისტიკა და ასე შემდეგ და აქედან ითვლება მათი თვითონ კალკულაცია. შესაბამისად, მათი საკომენტაროა ეს თემა. რეალურად მე შემიძლია გითხრათ, რომ ის 52 ლარის მიჯნა, რომელზეც მეყურეები ამბობდნენ, რომ ვთქვათ, შეიძლება ლაპარაკი, თავიდან როცა დადგენილების მოქმედება იწყებოდა, რომ პურის ფასის გადახედვის, ეს მიღწეული არ არის და მეცაც გეტყვით 45 ლარი იყო ქვედაპიკი და სადღაც 50 ლარის ფარგლებშია, დღევანდელი ფასი
ფქვილზე, რაც რეალურად ის ფასია, რომელიც პურის ფაზზე არ მოქმედებს. მადლობა ბატონ ლევან სილაგავა, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.